კონტროლის რა პროცედურების შესრულება უზრუნველყოფს სანიტარული, ფიტოსანიტარული, ვეტერინარული და სურსათის უვნებლობის მიმართულებით საბაჟო საზღვარზე რისკების შემცირებას და საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანას. ასევე რა უახლესი სისტემებია დანერგილი და როგორია ბოლო წლის მონაცემები სასაზღვრო საკარანტინო კონტროლის მიხედვით. მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით თემას ასაუბროთ შემოსავლების სამსახურისა და ბიზნეს პარტნიორის ყოველკვირეული რუბრიკის ფარგლებში ვისაუბრეთ და ჩვენი სტუმარი ქეთევა საღინაძე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს მთავარი ფიტოსანიტარია. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაიცემეს სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ძალიან დიდი მოცულობით შემოდის იმპორტირებული საქონელი და შესაბამისად თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პასუხი კითხვაზე რეალურად რაც შემოდის, რამდენად უსაფრთხოა, რამდენად აკმაყოფილებს ის არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ ქართულ კანონმდებლობას და რეალურად ის რაც მერე ჩვენამდე მოდის, რამდენად შეგვიძლია ამ პროდუქციის მიღება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ დიახ სწორედ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე რეალურად სწორედ საბაჟო ტერმინალებში მოხდეს მათი ისე შემოწმება და ისე გაკონტროლება, რომ აი ეს გარკვეული პროდუქცია და გარკვეული პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ ნაწილში იყოს, ჩვენამდე არ მოვიდეს. წლების განმავლობაში, ახლა ბოლო პერიოდში ისეთი აქტიური აღარ არის, თუმცა წლების განმავლობაში საინფორმაციო საშუალებებით ვავრცელებით ხოლმე ინფორმაციას, მაგალითად ამდენი და ამდენი ტონა იგივე პირობითად კარტოფილის, რომელიც სხვა სახის დარღვევით იყო შემოტანილი და რაღაც გარკვეულწილად პროდუქცია უხარისხო იყო, რომ გააბრუნა საბაჟომ დაუშვათ საქართველოსთან და ამ შემდგომ. დღეს როგორი სურათი გვაქვს ამ ნაწილში, მთლიანობაში რა ტიპის კონტროლს ვახორციელებთ და მე რამდენად შეგვიძლია დაცულად ვიგრძნოთ თავი, აი ამ კითხვაზეც მინდა რომ პასუხი მივიღოთ. ბატონო, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისათვის. თქვენს კითხვას რაც შეეხება, ვეცდები მოკლე ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს საზოგადოებისთვის თუ რა კონტროლს ვახორციელებთ საზღვარზე. საზღვარზე ხორციელდება ფიტოსანიტარული კონტროლი, ვეტერინარული კონტროლი და ასევე არაცხოველური წარმოშობის, სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი. ფიტოსანიტარული კონტროლი ვრცელდება მცენარეებსა და მცენარეული წარმოშობის პროდუქციაზე და მისი მიზანი გახლავთ, რომ ქვეყანაში თავიდან იქნეს აცილებული მავნე ორგანიზმების შემოჭრა და გავრცელება. რაც შეეხება უკვე სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობას, ამ შემთხვევაში უკვე ხორციელდება ვეტერინარული კონტროლი. და ეს უკვე უშუალო კავშირში არის თავისთავად ადამიანის ჯანმრთელობასთან, ხო? ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ეს პროცედურები განხორციელდეს ისე, არ შეფერხდეს საერთაშორისო ვაჭრობა და არ წარმოიქმნას დამატებითი ბარიერები. როგორ ახორციელებთ და ახლა გამიშთა უცებ კითხვა, რომ ანუ იმდენი მნიშვნელოვანი თქვენთან არიან დაუშვათ თანამშრომლები, გყავთ სპეციალური მიმართულებით, აი როგორ ხდება ამის შემოტევა, როგორ ხვდებით, რომ პირობითად ესა თუ ის პროდუქცია თუ საქონელი არ არის ვარგისი და მის შემოტანა არ შეიძლება ქვეყნის ტერიტორიაზე. დიახ, ამ ეტაპზე ვაპირებდი გადასვლას ახლა ხანს. კი ბატონო, ჩვენ შემთხვევაში თითოეული საზღვარი დაკომპლექტებულია კვალიფიციური და შესაბამისი განათლების მქონე ფიტოსანიტარებით, ვეტერინარებით და ასევე ექიმი ეპიდემიოლოგებით. კონტროლის სტანდარტული პროცედურები განსაზღვრულია და იწყება დოკუმენტური შემოწმებით, როდესაც ტვირთი შემოდის საზღვარზე. ტვირთის შემოსვლის შემდგომ ხდება უკვე დოკუმენტების შედარება იდენტურობასთან, ტვირთის და რამდენად შესაბამისობაშია ერთმანეთთან და თუ დამაკმაყოფილებელია უკვე იდენტურობის მონაცემებით, ამ შემთხვევაში უკვე გადავდივართ ფიზიკურ შემოწმებაზე, სადაც შესაძლოა ლაბორატორიული კვლევის მიზნითაც კი ავიღოთ ნიმუშები. და ნიმუშების აღება ხორციელდება როგორც თანამშრომლის მიერ უშუალოდ ეჭვის გაჩენისას, ასევე მონიტორინგის გეგმის მიხედვით, რაც წინასწარ გაანალიზებულ და წინასწარ შესწავლილ რისკებზეა დამყარებული. გაქვთ არა წინასწარ ხოლმე ინფორმაცია, პირობითად საქართველოში რა პროდუქცია შემოდის, იმ კონკრეტულ პროდუქციაზე დაუშვათ იმ ქვეყნიდან, საიდანაც შემოდის, როგორი სურათია და დაუშვათ მე რის საფუძველზე ხდება ეგრეთ წოდებული ეჭვი და მე რის საფუძველზე ახორციელებთ ამის უკვე კონტროლს. კი ბატონო, ეჭვი შესაძლოა განხორციელდეს უშუალოდ საქონლის დათვალიერების მომენტში, მას აღენიშნებოდეს გარკვეული დაზიანებები, ან და გადაზიდვისას დარღვეული იყოს ტემპერატურული რეჟიმი. თვითონ თანამშრომელიც იმდენად კვალიფიცირებულია უკვე ამ საკითხში, რომ მარტივად ამჩნევს ვიზუალურად გამოვლენილ დარღვევას, ეს არის დაავადების ნიშანი თუ არის მექანიკური დაზიანება, თქვათ ფიტოსანიტარიის შემთხვევაში. რაც შეეხება უშუალოდ ქვეყანას არ ჩანს გარეგნულად დაუშვათ ამ ნაწილის შემთხვევაში რა ხდება? ზუსტად ეს გახლავთ ისეთი ნაწილი, რომელიც უკვე მონიტორინგის გეგმით არის განსაზღვრული. წინასწარ ხდება იმ ქვეყნების შესწავლა, საიდანაც მოდის ეს პროდუქცია, მაგალითად სურსათის
არის სწრაფი განგაშის სისტემა, ეს გახლავთ ევროკავშირის RASP-ის შეტყობინების სისტემა, სადაც არის მონაცემთა ბაზები, სადაც ფორმირდება მთლიანად თუ სად, რომელ ქვეყანაში რა დარღვევა იქნა აღმოჩენილი, ამ მონაცემის ბაზებზე დაყრდნობით. ასევე წინა შემთხვევებში განხორციელებული კონტროლის შედეგებზე დაყრდნობით ხდება უკვე უშუალოდ მონიტორინგის გეგმის ჩამოყალიბება და პროგრამულად მისი ინტეგრირება, ასე რომ თანამშრომელი, როდესაც გადის ტვირთის დასათვალიერებლად, მან უკვე წინასწარ შესაძლოა იცოდეს, რომ ამ ტვირთიდან ნიმუში უნდა აიღოს. და მნიშვნელოვანი ნაწილია მონიტორინგის სისტემაში. რა პერიოდულობით რა სისტემა ეს მონიტორინგის სისტემა, მაგალითად, პირობითად 1000 ტონა რაღაც კონკრეტული ტვირთი შემოწმეთ. ხო, 1000-ზე ხوبერ შეამოწმებთ, ანუ რა პრინციპით იღებთ გადაწყვეტილებას, რომ შეამოწმოთ 1000-დან ის რომელიღაც ერთი და რომელიღაც სხვა ტვირთიდან რომელიღაც 1000 მე-1, ანუ პირობითად ვიცახ იმისთვის, რომ მაყურებელს კიდევ უფრო კარგი წარმოდგენა ჰქონდეს, როგორ ახორციელებ და რამდენად რეალურად მე გვაქვს თუ არა პრეტენზია, რომ დიახ გვაქვს, ნამდვილად გვაქვს უსაფრთხოების კონტექსტზე, თუმცა აქამდე რომ მივიდეთ. კი ბატონო. პირობითად რომ ვთქვათ, ყველა შემოსული ტვირთი ექვემდებარება კონტროლს, რომელიც არის დადგენილი როგორც მაღალი რისკის ქვემდებარე. ყველა ტვირთი, თქვენ ახსენეთ 1000, სასულე პროდუქცია ექვემდებარება კონტროლს. ოღონდ კონტროლის პროცედურა არის როგორც დოკუმენტური შემოწმება, ასევე იდენტურობა და ფიზიკურობა, როგორც ვთქვი. რაც შეეხება დოკუმენტურ შემოწმებას, დოკუმენტური შემოწმების დროს დგინდება ის კონკრეტული გაცემული სერტიფიკატის ნამდვილობა, რომელიც უნდა გასცეს ექსპორტიორმა ქვეყანამ. ესეც გახავთ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, დაზღვევა ტვირთისთვის, რომ შემოდის ნამდვილად უვნებელი და ეს სერტიფიკატი უკვე აკმაყოფილებს საქართველოს დადგენილ კეთილსინდისიერები არიან დაუშვათ ის ქვეყნები, რომ საიდანაც შემოდის ესა თუ ის პროდუქცია, თუ ეს ურთიერთობა უკვე ისეა აწყობილი, რომ დაუშვათ დარწმუნებული ხართ, რომ პირობითად იმ კონკრეტული ქვეყნიდან შემოსული პროდუქცია ხარისხობრივად დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებსაც. დიახ, ეს უკვე საერთაშორისო ურთიერთობა გახლავთ. საერთაშორისო დონეზე ხდება ინფორმაციის მიწოდება ქვეყნებისთვის, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის ტვირთი და ესა თუ ის სურსათი, რა უნებლობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მიუხედავად ამისა, მაინც ხდება უკვე მონიტორინგის გეგმით, როგორც აღნიშნე, გადამოწმება, მისი ლაბორატორიულად გამოკვლევა და ნიმუშების აღება. თუ დამაკმაყოფილებელ შედეგებს მივიღებთ, როგორც დოკუმენტურ შემოწმებისას, ასევე იდენტურობის კონტროლისას, ასევე ფიზიკური შემოწმებისას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლება ტვირთს უფლება, რომ შემოვიდეს ქვეყანაში. რა ვადაა განსაზღვრული? ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ბიზნესისთვის, იმიტომ რომ თქვენ თვითონ ახსენეთ, რომ ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ რეალურად საერთაშორისო ვაჭრობა არ შეფერხდესო და დიახ, ბიზნესის არ უნდა დაზარალდეს, გარდა იმისა, რომ მომხმარებლამდე უნდა მივიდეს აბსოლუტურად უნებელი ხარისხის პროდუქცია, ხო? რა ვადაში აკეთებთ ამას და რამდენად დროულად ახორციელებთ, ან რამდენად საკმარისი ხართ რესურსების კუთხით, კადრები გყავთ, ან გადამზადებას ახდენ თუ არა ამ ნაწილში, იმიტომ რომ რეალურად ის ნაწილიც რომ არ აღმოჩნდეს მერე პრობლემური. რასაკვირველია, დაკომპლექტებულია თითოეული საზღვარი კადრებით, რომლებიც გადამზადებული არიან და პერიოდულად ასევე გადიან გადამზადებებს, იმიტომ რომ თქვენც აღნიშნეთ, რომ ძალიან დიდ გამოწვევებთან გვიწევს ამ შეხვედრა. თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ესე იგი, მკაცრავად გამებნა კითხვა, თქვენი ანუ რეალურად რამდენად რა დროს ჭირდებათ იმისთვის, რომ ეს მონიტორინგი და ეს პროცესი განახორციელოთ, რომ ბიზნეს კონდეს იმის განცდა, რომ რეალურად მისთვის მოკლე დროში ხდება ეს ყველაფერი და არ იქნება ბიზნესი ცალკე დაზარალებული ამ ნაწილში. თუ დამაკმაყოფილებელი არის თლიანად როგორც დოკუმენტურად, ასევე იდენტურად და ფიზიკურად, რომელიც არაერთხელ აღნიშნე უკვე, ამ შემთხვევაში პრაქტიკულად 1 საათში შესაძლოა იქნას მაქსიმუმ თვით გაშვებული საზღვრიდან, დიახ. მაგრამ თუ არის რაიმე დადგენილი ხარვეზი, დროისთვისაც მას ვადა ეძლევა გამოსასწორებლად, ან და შეუძლებელია ამის გამოსწორება, ამ შემთხვევაში უკვე მიიღება გადაწყვეტილება, რომ ტვირთი გაბრუნდეს უკან ექსპორტიორ ქვეყანაში, ან დაექვემდებაროს განადგურებას, ან და გამოიყენოს სხვა ალტერნატიული დანიშნულებით. კი ბატონო. როგორც ვიცი, ხშირად გამოიყენება წარმოებაში ხის შესაფუთი მასალა, ეს ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილია თქვენი საქმიანობის, მათ შორისაა ეგრეთ წოდებული პადონები და მარკირება ხდება ამ ყველაფრის, ხო? ანუ რა ფორმით ახორციელებთ ამის მარკირებას და რა სახის პროდუქციაზეა კონკრეტულად განსაზღვრული ეს მარკირების ნაწილი? დიახ, გადამზიდავები ხშირად იყენებენ პადონებს, ეგრეთ წოდებულს, ვინაიდან ეს მოსახერხებელია, კი ბატონო. თუმცა, როდესაც გამოიყენება ხის მასალა,
მასალა ამ შემთხვევაში სავალდებულო რომ ეს ხის მასალა იყოს გაუცნობოვნებული, თბურად დამუშავებული და ჰქონდეს ISPM-ის მე-15 სტანდარტის შესაბამისად მარკირება ორ მოპირდაპირე მხარეს დასმული. ესეც უკვე მოწმდება შემომავალ ტვირთზე, საზღვარზე ამის მარკირება არ ხდება. მას უნდა ჰქონდეს უკვე მარკირება, როდესაც შემოდის ტვირთს. და ჩვენი საუბრის ბოლოს გენმოდიფიცირებული საქონელი ერთ-ერთი ისეთი ყველაზე პრობლემური ნაწილია და წლების განმავლობაში ამ მიმართულებით პრაქტიკულად ბევრი სამუშაო იქნა გაწეული, რომ ამ ტიპის პრობლემა დაუშვათ ამ ტიპის პროდუქცია არ შემოვიდეს და ამ ტიპის პრობლემა ჩვენ არ გაგვიჩნდეს. რამდენად როგორ კონტროლდება საზღვარზე ეს ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანია და რეალურად სტატისტიკურად შეგიძლიათ გითხრათ ყველაზე რთული, ანუ ყველაზე მეტი დარღვევა რომელ მიმართულებაზე მოდის ფიტოსანიტარულზე, ვეტერინარულზე თუ აი როგორი სურათი გვაქვს ამ ნაწილში? კი ბატონო, გენმოდიფიცირებას რაც შეეხება, ეს აუცილებლად უნდა გავყოთ, რომ გვაქვს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კონტროლი და ასევე გვაქვს მათგან წარმოებული სურსათისა და ცხოველის საკვების კონტროლი. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ეს არის ნებისმიერი ორგანიზმი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს გამრავლების უნარი და იგი მიღებულია ხელოვნური ჩარევით ბიოტექნოლოგიური გზით და ამ შემთხვევაში უკვე მკაცრი არის ჩვენთან კანონმდებლობა და მისი შემოტანა და საქართველოში ინტროდუქცია არის აკრძალული. თუმცა მათგან წარმოებულ სურსათზე ან და პროდუქტებზე ასეთი აკრძალვა არ გახლავთ. ამ შემთხვევაში დასაშვებია რომ შემოტანილი იქნას გენმოდიფიცირებული სურსათი, თუ მასში გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის შემცველობა აღემატება 0.9%. ამ შემთხვევაში ვალდებულია ბიზნეს ოპერატორი რომ მოახდინოს კონკრეტული ხაზის ავტორიზაცია ან და რეგისტრაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო თვითონ პროდუქციაზე განათავსოს ეტიკეტი, სადაც თვალსაჩინოდ იქნება მითითებული, რომ ეს არის გენმოდიფიცირებული პროდუქცია ან შეიცავს გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტს. დარღვევებს რაც შეეხება სტატისტიკურად თუ შევხედავთ გასული წლიდან დღემდე დაახლოებით 94 დარღვევა არის გამოვლენილი. ეს ბევრია თუ ცოტა? საშუალოდ შემიძლია თქვა, გასულ წელს უფრო მაღალი გახდათ, მაგრამ წელს შედარებით კლებისკენ არის ტენდენცია წასული. ანუ ბიზნესი და ბიზნეს ოპერატორები გაცილებით კეთილს ინიციირებენ იგებიან ამ საქმეს? კი ბატონო, ნამდვილად უნდა ვთქვათ, რომ ამ წლების განმავლობაში საკმაოდ ამაღლდა ცნობიერებაც თავად ბიზნეს ოპერატორებისაც და ცდილობენ რომ შემოიტანონ ყოველგვარი დარღვევის გარეშე მოწესრიგებული როგორც დოკუმენტურად, ასევე ფიზიკურადაც. 94 სასაქონლო პარტიიდან უფრო სტატისტიკურად თუ გნებავთ რომ მოგაწოდოთ სურათი, ამ შემთხვევაში გეტყვით რომ უკან გაბრუნდა 41 სასაქონლო პარტია და განადგურდა 46 სასაქონლო პარტია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ეს დღევანდელი ჩვენი საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მაყურებლისთვის, იმის გათვალისწინებით რომ თითოეულ ჩვენგანს გვეხება და რაც თქვენს გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული, ჩვენამდე დიდწილად დამოკიდებული, ჩვენამდე მოვა თუ არა უსაფრთხო პროდუქცია იმპორტირებულ პროდუქციაზე, როდესაც არის საუბარი, ამიტომ წარმატებებს გისურვებთ. კიდევ საღინაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.